მოგესალმებით კოლეგებო, ვიწყებთ რეგიონალური პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომას. დღის წესრიგით გვაქვს ორი საკითხი, გთხოვთ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. საკითხი ეხება საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას. მომხსენებელი გახლავთ ვახტანგ ცინცაძე, პირველი საკითხის და მეორე საკითხი ანალოგიურ ხელშეკრულებას და ცვლილებები არის და ამ წერილის ცვლილებების წერილი არის შესათანხმებელი. აქაც მომხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი ვახტანგ ცინცაძე. გთხოვთ ბატონო ვახტანგ. მოგესალმებით. განსახილულად წარმოგიდგენთ პროექტ ლოგინ ჯორჯიას ფარგლებში დამატებით 40 მილიონი $ASH დაფინანსების საკითხს. გაცნობებთ, რომ სესხის თანხა შეადგენს 35.4 მილიონ ევროს, სესხის ხანგრძლივობა არის 25 წელი, მათ შორის საშეღავათო პერიოდი არის 10 წელი, საპროცენტო განაკვეთის ტიპი არის ცვალებადი, რომელიც მიბმულია 6 თვიან ევრობორზე და დაფუძნებულია 1.08%-იან მარჟაზე. ვალდებულებების გადასახდელი, ანუ ეგრეთ წოდებული commitment fee, რაც არის, შეადგენს 0.25%. ერთჯერადი საკომისიო ეგრეთ წოდებული front-end fee არის ასევე 0.25%. ზოგადად ორი სიტყვით შევეხები მთლიანად ინტერნეტიზაციის პროექტის მნიშვნელობას. მოგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის პროექტი აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, ხდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ეგრეთ წოდებული შუა მილის გაყვანა მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ეტაპზე დასრულებულია 2000 კილომეტრის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობის პროცესი. აქტიურ ფაზაშია დაახლოებით 1050 კილომეტრი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარება. 1050 კილომეტრი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის განვითარება და კიდევ დაახლოებით 1400 კილომეტრი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის, ცოტა მეტი 1500-მდე კილომეტრი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის გაყვანა არის დაგეგმილი. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული პროექტი აქტიურ ფაზაში შევიდა 2021 წლიდან. აღნიშნული პროექტისთვის ჯამურად გამოიყო 80 მილიონი $ASH დაფინანსება. აღნიშნული დაფინანსება გამოიყო ერთის მხრივ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ, მეორეს მხრივ ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ. აღნიშნული სამუშაოები ჩატარდა ფაქტობრივად ამ სესხის ფარგლებში. როგორც მოგეხსენებათ, 20-21 წლებში, როდესაც COVID პანდემია მძვინვარებდა გლობალურად და ასევე რეგიონის მასშტაბით არაერთი კონფლიქტი თუ ომი მოხდა, აღნიშნულმა გაზარდა მნიშვნელოვნად როგორც ინფრასტრუქტურის მშენებლობის ხარჯები, ასევე იმ აპარატურის მოწოდების ხარჯები, რომელიც მნიშვნელოვანია აღნიშნული ქსელის ოპერირებისთვის. შესაბამისად 2025 წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული ქსელის მშენებლობის დასასრულებლად დამატებით 40 მილიონი $ASH სესხის მოთხოვნაზე ფინანსთა სამინისტროსთვის, რომლის ფარგლებშიც ფაქტობრივად მოხდა აღნიშნული სესხის მოთხოვნაზე შეთანხმება და გაგზავნა უკვე ევროპის შეთანხმება და ფაქტობრივად გამოიცა მთავრობის დადგენილება. შესაბამისად აღნიშნულ საკითხს წარმოგიდგენთ შესათანხმებლად. მეორე საკითხიც ხო არ მივაბაში? კი ბატონო. საკითხთან დაკავშირებით. ბრძანეთ პირიქით მეორე. მარტივი. ესე იგი ამ თანხით სრულდება მთლიანად ეს პროექტი, ხო? ეს ერთი და მეორე ვადები როგორ აქვს როდის ასრულებთ? კი ბატონო. ანუ ფაქტობრივად ეს არის ის თანხა, რომელიც ფარგლებშიც მთლიანად პროექტი დასრულდება და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მასშტაბით მთელ საქართველოს მოვიცავთ, ასე ვთქვათ, ყველა რეგიონს, ყველა იმ ადგილს, რომელიც არის განსაზღვრული ეგრეთ წოდებულ თეთრ ზონად. ანუ ეს არის ისეთი ზონები, სადაც კერძო ოპერატორები სხვადასხვა მიზეზით არ არიან შესულები, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა არ ყავთ შეყვანილი და არც აპირებენ აღნიშნული მიმართულებით საომავლოდ განვითარებას. რაც შეეხება დამთავრების ვადებს, აღნიშნული პროექტის დამთავრება განსაზღვრულია 2027 წლის 30 დეკემბრამდე. ეს არის დღის მდგომარეობით სესხის თარიღი, რომელიც ასევე მეორე შეთანხმება, წერილ შეთანხმების
ნაწილში წარმოგიდგენთ ვადის გადაწევაზე ინფორმაციას უფრო დეტალურად. ნახეთ კონკრეტულ სოფლებში და მუნიციპალიტეტებში გვაქვს ესეთი სიტუაცია, რომ ერთ სოფელში არის, მეორე სოფელში არ არის. ну, რა თქმა უნდა, მე მეორე სოფელს უჩნდება, ესე ვთქვათ, სურვილი და აფიქსირებს კიდეც იმას უკმაყოფილებას, რომ იქ თუ გაკეთდა, ჩვენთან არ გაკეთდა. ანუ ესე იგი ვაზუსტებთ, რომ იმ ლოკაციებზე, რომელიც კერძო კომპანიებისთვის ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს, ყველგან 100%-ით სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება პროექტები და ყველა სოფელი იქნება ათვისებული. ანუ დღეის ეტაპზე აღნიშნული პროექტი ლოგინ ჯორჯიას პროექტი მოიცავს ეგრეთ წოდებული შუა მილის ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელიც არის, რო წარმოვიდგინოთ, მაგისტრალური ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი, რომელზეც შემდგომ კონკრეტულ სოფლებთან მიმართებით ხდება კერძო ინტერნეტ პროვაიდერების და ოპერატორების მიერ ქსელზე დაერთება და აღნიშნული ქსელიდან უკვე უშუალოდ კონკრეტული სოფლის დაქსელვა. გეთანხმებით, რომ არის შემთხვევები, როდესაც სოფელში ვთქვათ არ ცხოვრობს იმდენი მოსახლე, რომ მიუხედავად აი ამ მსხვილი ინფრასტრუქტურული ხარჯისა, რაც სახელმწიფომ გაწია, მაინც ეკონომიკურად სარგებლიანი იყოს კერძო სექტორისთვის შესვლა და ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტროში ეხლა მიმდინარეობს მუშაობა, რა დამატებითი წახალისების მექანიზმები შეიძლება შევთავაზოთ კერძო სექტორს, რათა არ დაგვრჩეს აუთვისებელი, ანუ ასე ვთქვათ, ინტერნეტის დაფარვის ფარგლებს გარეთ მყოფი სოფლები. საერთაშორისო გამოცდილება საკმაოდ მრავალფეროვანია, სხვადასხვა მექანიზმები არსებობს, როგორ უნდა წავახალისოთ ამ მიმართულებით კერძო სექტორი და ამ მიმართულებაზე ფაქტობრივად პირველადი კონცეფციის მონახაზი უკვე არსებობს და უახლოეს პერიოდში აი უშუალოდ სოფლების ინტერნეტიზაციის ნაწილზე წარმოგიდგენთ განსახილველად. ბატონო, პირველი საკითხი განხილულია, გთხოვთ უღაროთ გენჯი. მადლობთ და მეორე საკითხი. დიახ, განსახილველად წარმოგიდგენთ 2020 წლის 31 აგვისტოს საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის საზღვრის შეთანხმების ნომერი 2 ცვლილების წერილ შეთანხმებას. ფაქტობრივად ინტერნეტიზაციის მნიშვნელობაზე და რა მიმართულებებით მიმდინარეობს მუშაობა ამაზე ვისაუბრე. ძირითადი ცვლილება, რაც შედის წერილ შეთანხმებაში, არის ერთის მხრივ ვადის გადაწევა, როგორც აღინიშნა, ვინაიდან დამატებითი დაფინანსება ახლახან გამოიყო და ეხლა მიმდინარეობს ამისი რატიფიცირების პროცედურები და დარჩენილია მინიმუმ 4 ლოტი, რომელიც უნდა გამოცხადდეს სატენდეროდ სამშენებლო სამუშაოებისთვის, ხოლო თითოეული ტენდერის ჩატარება სჭირდება დაახლოებით 14-დან 18 თვემდე გააჩნია მოცულობას, ამიტომაც ვადად განსაზღვრულია, რომ პროექტის განხორციელება მოხდეს 2 წლით და წერილ შეთანხმებაში გადაიწიოს პროექტის დამთავრების თარიღად, განისაზღვროს 2027 წლის 30 დეკემბერი და ასევე ცვლილება შედის აღნიშნული დამატებითი რესურსების მოძიებიდან გამომდინარე თანხის ჩამორიცხვის გრაფიკში. თუ კითხვები არ აქვს, დავამტკიცოთ მეორე საკითხი. მადლობთ, გადაწყვეტილება მიღებულია. ეს რა არის? მესამე საკითხი, რომელიც მოიხსნა ამასთან. ხო. კი ბატონო, თქვენი საკითხები ამოწურულია, ბატონო ვახტანგ, თქვენ თავისუფლად ბრძანდებით. ჩვენ დღის წესრიგში გვქონდა მესამე საკითხი, რომელიც ეხებოდა თვითმართველ ერთეულებში საკრებულოს შემადგენლობაში საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეების მოადგილეების დამატების საკითხს და თვითმართველ ქალაქებში საკრებულოს თავმჯდომარის ერთი მოადგილის დამატების საკითხს. საკითხის, ასე ვთქვათ, შესწავლის შემდეგ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს გამოიწვევდა დამატებით ფინანსურ ხარჯებს, რომელიც საკმაოდ მაღალი იყო.
ეს ხარჯები დააწვებოდა თვითონ თვითმმართველობას თან იმ ფონზე, რომ მათ აქვთ ვალდებულება, რომ უზრუნველყოთ 10%-იანი ზრდა სახელმწიფო ფონდისა. გამომდინარე აქედან ამ ეტაპზე მიზანშეუწონებლად ჩაითვალა ამ ასე ვთქვათ კანონპროექტის ინიცირება. ამიტომ ეს კანონპროექტი მოხსნილი არის დღის წესრიგიდან და გამოწვეული არის. ხო არა გაქვთ ვინმეს რაიმე მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო, მაშინ ეს მივიღოთ ცნობად კომიტეტზე. დიდი მადლობა. კომიტეტის ხდომა დახურულია.